რეკლამის შემდეგ დღის ამბები პირდაპირ ეთერშია მარშალ გელოვანის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის დამაკავშირებელი გვირაბი დღეს თბილისის მერმა გახსნა. გიგი უგულავამ გვირაბზე დასრულებული სამუშაოები თბილისელებს თავად დაათვალიერებინა და ტერიტორიაზე მათთან ერთად ავტობუსით პირველმა გაიარა. მერმა ქალაქის განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სხვა რაიონებში განსახორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. საგზაო ნიშანი მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ავტომობილი გვირაბს უახლოვდება. ეს აღმაშენებლის ხეივნისკენ გამავალი მონაკვეთია, სადაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და დედაქალაქს ახალი გვირაბი დაემატა. 95 მეტრის სიგრძის ბეტონის გვირაბი მარშალ გელოვანის გამზირს დავით აღმაშენებლის ხეივანთან აკავშირებს. კვანძის მოწყობა თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით გადაწყვიტა. ეს პროექტი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომელიც ამჟამად მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს, მარჯვენა სანაპიროს განტვირთვის მიზნით. ეს ყველა პროექტი დასრულდება სექტემბრის თვეში. ესენი არის იყალთოს მთისგავლის გვირაბი, რომელიც დააკავშირებს ვაკეს საბურთალოს ერთმანეთთან. ეს არის კოსტავას გამზირზე ჩამომავალი ესტაკადა, რომელიც ჩამოვა გმირთა მოედანზე. ასევე ლაგუნა ვერეს კვანძი, სამდონიანი მოძრაობა. ეს არის გვირაბი თავის სატრანსპორტო კვანძით გალაქტიონის ხიდთან, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე. ბეტონის გვირაბის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. გვირაბის გარე პერიმეტრი კი გრანიტით მოპირკეთდა. მონაკვეთზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდა შუქნიშანი. მოიწყო სატრანსპორტო კვანძი და შესაძლებელი გახდა მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება. მარშალ გელოვანის გამზირზე დამთავრდა ახალი გვირაბის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც როგორც მარშალ გელოვანიდან, ასევე აღმაშენებლის ხეივნიდან და რობაქეთის გამზირთან არსებული გზაჯვარედის შუქნიშნით იყო რეგულირებული და წლების განმავლობაში იყო დიდი სატრანსპორტო სასწავლებელი დასრულდა ის პერიოდი, დღეიდან უკვე გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა იქნება სრულად გახსნილი, აღარ იქნება საცობები. გვირაბი წითელი ლენტით დღეს გიგი უგულავამ და თბილისელებმა გახსნეს. მარშალ გელოვანის გამზირზე თბილისის მერმა მოსახლეობასთან ერთად გაიარა და გვირაბი მათთან ერთად დაათვალიერა. წავედით ეხა ახალი გვირაბისკენ ჯერ. პირველი მგზავრები ჩვენ ვიქნებით. შევედით აბა. ეს ძალიან რთული მონაკვეთი იყო, ძალიან მანქანების, ესე ვთქვათ, რთული მოძრაობა იყო საცობი და ამიტომ გადავწყვიტოთ ეს გვირაბის აგვეშენებინა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მშენებლების, ესე ვთქვათ, ჯგუფი ჩამოყალიბდა, ვინც კვალიფიციურად მუშაობა ისავა. იმიტომ რომ ძალიან ბეხად მარტო თბილისში 5 ესტაკადა და 3 გვირაბი კეთდება, ეხლა მთელი 2 თვის განმავლობაში დამთავრდება. ეს აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი ძალიან ბევრი გზა რო კეთდება, შესაბამისად წარმოიქმნა ბევრი კვალიფიციური მუშახელი. და უამრავი ადამიანია დასაქმებული, ხა ეს რეალურად საუკეთესო საშუალებაა. თან გზა, გვირაბი, ინფრასტრუქტურა რჩება ქალაქს, რასაც დამატებით შემოსავალი მაქვს, იმიტომ რაც უფრო განვითარებულია, მით უფრო მეტი ინვესტიცია მოდის. თავარი ის არის, რომ თან ამავდროულად უამრავი ადამიანი საკეთდება რა. რო ჩამოვიარე ხიდის მშენებლობას რო შევხედე, დამებადა აზრი, რომ დაუშვათ ეს რკინის კონსტრუქციები საიდანაა წარმოშობით შემოტანილი არის თუ ადგილზეა დამზადებული და ბატონმა გიგი მითხრა, რომ ეს ყველაფერი რუსავის მეტალურგიულ ქარხანაში მზადდებაო და მე გამიკვირდა საერთოდ როგორც ინჟინერს საკმაოდ რთული გასაკეთებელი არის ეს კონსტრუქციები, საკმაოდ რთული. მიხარია, რომ ჩვენმა საქართველოს ასეთ დონეზე მიაღწია, რომ ყველაფერი ადგილზე რომ მზადდება საერთოდ. 10 წელი გვინდა რომ აი ყველაფერი ისეთი იყოს, რომ აი უკან რო ვეღარ დაბრუნდება, შეუქცევადი და 10 წელი კიდე უნდა. აი 90-იან წლები ესე უქმად უბედურებაში რო არ გაგვეტარებინა, გაცილებით წინ ვიქნებოდი. აი ეგა ისტორიას ვერ შეცვლი. თავარია ისტორია არ დააბრუნო. ეს იქნება იუსტიციის სახლი. მთელი სერვისები, სახელმწიფო სერვისები თლიანად აქ იქნება თავმოყრილი. ანუ პირადობის მოწმობა, ყველა ნოტარიალური მომსახურება, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მერე ასევე შიგნით ჩაერთვება ჩვენს დავსვავთ არქიტექტურული ნებართვები, პრივატიზაცია, აი რაც კი სახელმწიფო სერვისები აქვს, ყველა სერვისი იქნება აქ შესაძლებელი, რომ ერთ სივრცეში. გვირაბის მშენებლობის პარალელურად მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თხოვნით გაშენდა დასასვენებელი სკვერი. შესაბამისად გელოვანის გამზირის ბოლო ნაკლებად გადატვირთული და მეტად გამწონებული იქნება.